საღამომშვიდობისა, თქვენ უსმენთ ნამდვილ ისტორიებს თეონა გეგელიასთან ერთად. დღევანდელ ეპიზოდში კი ამბობთ ჩინეთის და ჩინელების შესახებ. მადლობა ყველას, ვინც უსმენს, უყურებს და იწონებს ჩვენს ვიდეოებს, მადლობა მათაც, ვინც გადაწყვეტს ჩვენ მხარდაჭერას და დაგვეხმარება ფინანსურად. მსურველებისთვის ბმული არის როგორც ამ ვიდეოს აღწერაში, ასევე არხის აღწერაშიც. თქვენი დახმარება, თუნდაც სიმბოლური, ჩვენთვის ძალიან ძვირფასი და მნიშვნელოვანია. დღევანდელი ეპიზოდი არ არის ტრადიციული ისტორიის შესახებ, დინასტიებით და თარიღებით. ის უფრო მენტალიტეტის და კულტურის ისტორიაზეა, რომლის ჩამოყალიბებაშიც გადამწყვეტ როლს სწორედ წარსული და ისტორიული გამოცდილება ასრულებს. ჩვენი დღევანდელი გამოშვება არის იმის შესახებ, რის გარეშეც ვერცერთ ხალხზე ვერანაირ წარმოდგენას ვერ შეიქმნა. როგორ არის მოწყობილი ურთიერთობები ჩინელებს შორის? რა მოსწონთ და რა არ მოსწონთ მათ კატეგორიულად? რატომ თვლიან, რომ ნეპოტიზმში ცუდი არაფერია და პირიქით, ის მნიშვნელოვანი სოციალური კაპიტალია? რატომ ურჩევნიათ გაყალბებული ნივთი ორიგინალს? რა არის მოსაწონი ქალში, რომელიც ყველას დასანახად ჭირვეულობს და რა ევალება ამ დროს კაცს მის დასამშვიდებლად? ამ და სხვა ჩვენთვის შესაძლოა მოულოდნელ, მაგრამ ჩინელებისთვის ძალიან ბუნებრივ ჩვევებსა და წარმოდგენებზე მოგიყვებით დღეს და ამაში რამდენიმე ჩინური სიტყვა დაგვეხმარება. ჩინელების სოციალური კავშირების სისტემას, რომლითაც ადამიანი საზოგადოებაში ეწერება, უწოდებენ გუანსის. მის გარეშე შეუძლებელია გაიგო ყოველდღიური ურთიერთობები ჩინურ საზოგადოებაში. გუანსის მნიშვნელობა უახლოვდება ჩვენთვის ცნობილი სიტყვის ნათლი მამობის, ნეპოტიზმის მნიშვნელობას, მაგრამ ნეგატიური შინაარსისგან სრულად დაცლილია. გუანსი ეს არის ადამიანის სოციალური კაპიტალი, სიტყვა, რომელიც გეხმარება აღწერო ვინმეს გავლენის ხარისხი და განსაზღვრავს ჩინელების წარმოდგენას ურთიერთდახმარების შესახებ. მაგალითად, ჩინელმა შესაძლოა ერთი შეხედვით რამე უანგარო ჩაიდინოს და ვინმე საჩუქოს საჩუქარი, რომელიც ამ საჩუქრის მიმღებს ერთი შეხედვით არაფერს ავალდებულებს. სინამდვილეში ჩინელი ამით ინვესტიციას დებს თავის გუანსიში, იქმნის კავშირებს, კონტაქტებს, რომელსაც მომავალში, თუ კი დასჭირდება, აუცილებლად გამოიყენებს. ასეთი ურთიერთობები ყოველთვის ძალიან პირადული ხასიათისაა, ამიტომ მაგალითად საკუთარი გუანსის საფუძველზე არ შეიძლება დახმარება ითხოვო მეგობრისთვის. გუანსი თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია საქმიანი პარტნიორების ურთიერთობებში, კორუფციულ სქემებზე რომ აღარაფერი ვთქვათ. მაგრამ ეს კანონები მოქმედებს არამხოლოდ ბიზნესში, არამედ მეგობრებთან და ნათესავებთან ურთიერთობის დროსაც. დაახლოებით 10 წლის წინ ჩინეთის ქალაქ კარამაიში დადგეს ძეგლი, რომელსაც ვერ გაარჩევ ბრიტანელი სკულპტორის ანიშ კაპურის კლაუდ გეითისგან, რომელიც ჩიკაგოს საქმიანი კვარტლის მილენიუმ პარკში დგას და ქალაქის ერთ-ერთი კაშკაშა ღირსშესანიშნაობა. და მიუხედავად იმისა, რომ ჩინურ სკულპტურას სხვა აზრობრივი დატვირთვა აქვს, რეგიონში, სადაც ეს არტ-ობიექტი აქტიურად მოიპოვებენ ნავთობს, ამიტომ სკულპტურა ნავთობის წვეთის სიმბოლოა. ანიშ კაპური იმდენად აღშფოთდა პლაგიატით, რომ სასამართლოში ჩივილსაც აპირებდა. გაჩნდა სტატიები სათაურებით, პლაგიატი თუ შანჟაი. სიტყვა შანჟაი ნიშნავს პლაგიატს და ფეიქს, მაგრამ ჩინელების წარმოდგენაში ის ბევრად მეტია, ვიდრე უბრალო პლაგიატი. ოდესღაც შანჟაის უწოდებდნენ ხეებით გამაგრებულ მთის დასახლებებს, შორეულ რაიონებში მდებარე ღარიბ სოფლებს. ასეთ ადგილებს ხშირად ჩინელი ყაჩაღები აფარებდნენ თავს, რომლებიც სახელმწიფო მოხელეებს არ ემორჩილებოდნენ. ამ ყაჩაღების ანალოგიით ჩინელებმა ჯერ ასე უწოდეს საქონლის უკანონო წარმოებას, შემდეგ კი თავად საქონელს. დღეს ეს სიტყვა არა უბრალოდ ფეიქს, არამედ ასლების ინდუსტრიას ნიშნავს. ქალაქ გუანჯოუს ადგილობრივ კილოზე შანჟაი ქარხნებს ტრადიციულად უწოდებენ ცუდად აღჭურვილ და მოგრძალებულ საოჯახო მანუფაქტურებს. შემოსავლის გაზრდის შემდეგ ამ გუშინდელი მანუფაქტურებიდან ბევრმა ფული ჩადო წარმოების გაუმჯობესებაში და გარე ინვესტიციებიც მიიღო, მაგრამ მაინც განაგრძო ოფიციალური ნებართვების და ხარისხის დადგენილი მოთხოვნებისთვის გვერდის ავლა. კიდევ ერთი ვერსიით შანჟაის მნიშვნელობა დაკავშირებულია პროვინციულ ქალაქ შენჯაისთან. სწორედ აქ იყო ისტორიულად თავმოყრილი ჩინური გაყალბებული საქონლის
წარმოებლების უმრავლესობა. ამიტომ ჩინეთის სხვა რაიონების საბიტუმო ვაჭრები თავის საქონელს შენჯენიურ საქონელს უწოდებდნენ. ნელ-ნელა შენჯენიური საქონელი გახდა შანჟაი, რადგან ეს ორი სიტყვა თითქმის ერთნაირად ჟღერს, როდესაც ადამიანები ლაპარაკობენ სტანდარტულ ენაზე კანტონური აქცენტით. სიტყვა შანჟაი ძალიან პოპულარული გახდა მსოფლიოს ბრენდების დიზაინის იმიტაციით შექმნილი ჩინური წარმოების იაფი ფუნქციური მობილური ტელეფონების წყალობით. სხვათაშორის მობილური ტელეფონი ჩინეთში სიმდიდრის სერიოზული სიმბოლოა და იმავდროულად ბევრად ხელმისაწვდომია ვიდრე სიმდიდრის სხვა სიმბოლოები, როგორებიცაა ავტომობილები და ბინები. შანჟაიზმის სულისკვეთება ვრცელდება რეკლამასაც. ნებისმიერ სასტატუსზე კულტურული ღონისძიების იაფასიან იმიტაციასაც შანჟაი ჰქვია. პაროდიის საღამოებს, ინტერნეტში სახუმარო ვიდეოებს, სოფლის კულტურის სახლებში კონცერტებს. ყველა ბაძავს მაღალი დონის პოპულარულ მოვლენას, რომელშიც ჩვეულებრივ რიგითი ადამიანები არ მონაწილეობენ. ჩინური კომპანიები იღებენ შანჟაი ფილმებს. მათი ბიუჯეტი, როგორც წესი, მინიმალურია, მაგრამ კომერციულ წარმატებას აღწევენ ჰოლივუდის მაღალი კლასის მძაფრ სიუჟეტიანი ფილმებიდან ელემენტების სესხებით. ამ ტიპის ერთ-ერთი პირველი ფილმი გახდა შეშლილი ქვა, რომელიც 2006 წელს გამოვიდა. მასში გამოყენებულია ჰოლივუდში მძაფრ სიუჟეტიანი ფილმების გადაღების ტექნიკა და ხერხები. ფილმის ბიუჯეტი სულ რაღაც 3 მილიონი ჰონკონგური დოლარი იყო და კინოგაქირავებაში 22 მილიონი მოაგროვა. სიტყვით საჯიაო ჩინურ ენაში აღწერენ ზრდასრული ადამიანის ქცევას, რომელსაც შეუძლია საჯაროდ აბსოლუტურად ბავშვური ისტერიკა მოაწყოს, რაც როგორც წესი გათვლილია თავისი მეორე ნახევრის დასანახად. ასეთი ქცევა ჩინურ კულტურაში არამხოლოდ ხშირია, არამედ მას იწონებენ კიდეც როგორც ქალური ხასიათის ნაწილს. თუ კი ქალი დროდადრო საჯიაოს არ მიმართავს, შესაძლოა ჩათვალონ, რომ ის საკმარისად ქალური არ არის. საჯიაოს ქალები იმისთვის აწყობენ, რომ გამოჩნდნენ უფრო საყვარელ არსებებად და მიიღონ იმ ტიპის ზრუნვა, რომელსაც როგორც წესი ბავშვებს უწევენ. ის არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს კაცის მიზანმიმართულ დამცირებას ან შერცხვენას. ჩინელების ფსიქოლოგიაში ღრმადაა ფესვგადგმული იდეა, რომ კაცები ვალდებულები არიან ისრუნონ თავიანთ ქალებზე. თანაც იმგვარად, რომ დასავლეთ ადამიანს ის გადაჭარბებულად მოეჩვენება. ლაპარაკია ყველაზე მცირე მოთხოვნის დაკმაყოფილებასა და ბანალურ სიტუაციებში უსიტყვო ერთგულების გამოვლენაზე. საჯიაოს პრაქტიკის წყალობით კაცები თავს უფრო თავდაჯერებულად გრძნობენ, მეტიც საჯიაოს კარგი სეანსი მხოლოდ ადასტურებს ურთიერთობების სერიოზულობას. იმავე გენდერული წარმოდგენებიდან მოდის შენიუის ფენომენიც. მაგალითად, ჩინელებს მიაჩნიათ, რომ კაცი ვერ შეძლებს თავის რჩეულზე ეფექტიან ზრუნვას, თუ კი ეს რჩეული მასზე ბევრად წარმატებულია და მდიდარი. ჩინურ კლასიკურ ლიტერატურულ ტექსტებში სიტყვა ძიანჰუ პირველად ჩნდება 2000-ზე მეტი წლის წინათ. ძველი დროით მეოთხე საუკუნის ფილოსოფიურ ციკლში ჩუანძი ავტორი ამ ტერმინს იყენებს ადამიანის ცხოვრებაზე ფიქრისას და თავს, რომელშიც ის გვხვდება, ჰქვია უმაღლესი მასწავლებელი. ციტატა დაახლოებით ასეთია: როდესაც ტბა შრება, ხმელეთზე ამოყრილი თევზები ერთმანეთს ნერწყვით ასველებენ, მაგრამ ჯობს მათ დაივიწყონ ერთმანეთი წყალუხ მდინარეებსა და ტბებს შორის. ამ ფრაგმენტში მდინარეები და ტბები არის ძიანჰუ. სიტყვა სიტყვით ის სწორედ ასე ითარგმნება, მაგრამ საქმე ის არის, რომ დაოსელებისთვის, რომლებსაც მიეკუთვნებოდა ფილოსოფოსი ჩუანძი, ტერმინი ძიანჰუ თავისუფალ არეალზე მეც ნიშნავს და ის არის თავისუფლების არამხოლოდ რეალური, არამედ მენტალური სივრცეც. შესაბამისად, წყლიდან ამოვარდნილი თევზი ჩუანძის ამ ფრაგმენტში არის ჩვენი ცხოვრების მეტაფორა მატერიალურ სამყაროში. მდინარეები და ტბები კი აღნიშნავს ერთდროულად ჩვენს სხეულებრივ და ფიზიკურ არსებობას და მენტალურ სფეროსაც, რომელიც სამყაროს განჭვრეტის საშუალებას გვაძლევს. სწორედ ჭვრეტა ეხმარება ადამიანს მიაღწიოს თავისუფლების და სიმშვიდის მდგომარეობას. მდინარეებსა და ტბებზე გასვლა ეს არის არამხოლოდ ბუნებაში გასვლა, არამედ განმარტოება, განდეგილობა
და სულიერი პრაქტიკები. ძიანხუ ჩინელისთვის შესაძლოა ასოცირდებოდეს ასევე საბრძოლო ხელოვნების ფანტასტიკურ სამყაროსთან, სადაც მოქმედებს არა კანონი, არამედ ჭეშმარიტება და სიმართლე. თავისუფალი სივრცის კიდევ ერთი სურათხატია კრიმინალის სფერო, სადაც ქურდული კანონებია გაბატონებული. ამ სივრცეში დაწრწიან უსახლკაროები და საეჭვო პროფესიის ადამიანები, კუდიანები, მკითხავები, მსახიობები, დაქირავებული მკვლელები და თაღლითები. ესაა ანარქიის ველი, რომელსაც ცენტრალური ხელისუფლება ვერ აკონტროლებს. ჩინური ლიტერატურის და კინოს მითიური ადგილი. ძიანჰუ გავრცელებული ხატია ლექსებში, ხალხურ ზღაპრებში, რომანებში, სიმღერებში, ტელესერიალებში და ასე შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ამ სიტყვას აქვს მრავალი მნიშვნელობა, თანამედროვე ჩინელები მას ფართოდ იყენებენ. 2000-იანი წლების დასაწყისში ჩინეთის რესპუბლიკაში არსებობდა პროვოკაციული პოეზიის ძალიან პოპულარული ინტერნეტ ფორუმი, რომელსაც ამაყად უწოდებდნენ ში ძიანხუს, რაც პოეტურ თავისუფალ სივრცეს ნიშნავს. ჩინეთში ძალიან რთულია, თუ კი საერთოდ შესაძლებელია თავი აარიდო ხალხმრავალ ადგილებს. ამიტომ ჩინელებს ადამიანთა მასები არ აღიზიანებთ. უფრო პირიქით, ძალიანაც უყვართ. ჭყლეტა, ხალხმრავალი ზეიმი და მხიარული ხმაური ჩინელისთვის მტკიცედაა დაკავშირებული ზეიმის განცდასთან. ტერმინი ჟენაო გადმოსცემს გულწრფელ სიამოვნებას, სიხარულის შფოთვას იმისგან, რომ ადამიანები ერთად აკეთებენ სხვადასხვა საქმეს. სიტყვა სიტყვით, ის ნიშნავს ცხელს და ხმაურიას. ჩინეთში ბევრია ჟენაოზე დაკვირვების მოყვარული, იქნება ეს ხანძრის ჩაქრობა, საახალწლო პროცესია თუ ჩხუბი. ჟენაოსადმი სიყვარული ღრმადაა ფესვგადგმული ჩინურ ხასიათსა და ტრადიციულ კულტურაში. ზუსტად ამ შეგრძნებას გადმოსცემს სუნის ეპოქის კლასიკური სურათი მდინარეზე გარდაცვლილთა მოხსენიების დღეს, რომელზეც გამოსახულია ქალაქი ქაიფენგი. ნახატზე ჩანან ვაჭრები, მტვირთავები, დაბალი წრის წარმომადგენლები, რომლებიც ქალაქის ქუჩებში თავთავიანთი საქმეებით არიან გატაცებულები. ადამიანების რაოდენობა გამაოგნებელია. გრაგნილი თავად სუნის დინასტიის იმპერატორისთვის შეიქმნა. მისთვის უნდოდათ ეჩვენებინათ იმპერიის სურათი თავისი მცხოვრებლებით, რომლებიც მშვიდობასა და კეთილდღეობაში ცხოვრობენ. ჩინელებისთვის იდეალური გარემო არ არის განმარტოებული სახლი მთაში ან ზღვის სანაპიროზე. მათი წარმოდგენა ბედნიერებაზე და ყოფის მთელი სისავსით შეგრძნება დაკავშირებულია ადამიანების ჩქეფარე ცხოვრების იდეასთან. ჟენაუს საშუალებით შეგიძლია აღწერო ასევე საღამოს წვეულება, გარე ვაჭრობა, საქმიანი კვარტალი ბიზნეს ლანჩისას, კარნავალი, ისეთი სამომხმარებლო ქცევა, როგორიცაა ქუჩაში სეირნობისას ვიტრინების თვალიერება და საყიდლებზე სიარული. ჩვეულებრივ მაფანი ნიშნავს რაღაც უსიამოვნოს, მოუხერხებელს. სიტყვა შესაძლოა იყოს ზმნა და აღნიშნავდეს ვიღაცისთვის პრობლემების, უხერხული სიტუაციის შექმნას, მაგრამ ეს სიტყვაც ბევრად მეტია, ვიდრე მაგალითად ადამიანისთვის პაემის დანიშვნა კონკრეტულ დროს და შემდეგ ამ დროის გადატანა. ის გულისხმობს გაღიზიანებას და იმედგაცრუებას ბიუროკრატიის რთული პროცედურებით, ან მოუქნელი ალოგიკური წესებისადმი ერთგულებით. მაგალითად, მაფანს ხშირად აწყდება ის, ვინც ფორმალურ პროცედურებს გადის, ავსებს ოფიციალურ დოკუმენტებს, მაგალითად, ვიზის მისაღებად. ეს სიტყვა აღწერს ფრუსტრაციას, რომელსაც განიცდის ადამიანი, როდესაც მას რაღაც უმნიშვნელო მიზნისთვის უწევს სიზიფეს შრომა და უდიდესი ძალისხმევა. არსებობენ ადამიანები, რომლებიც ეძებენ მაფანს, ანუ კონფლიქტებს ან აწყობენ სკანდალს. ჩინელი ყველანაირად ცდილობს თავი აარიდოს მაფანს, წვრილმანებზე ნერვიულობას, გართულებებს. ამიტომ ზრდილობიანი თხოვნის სტანდარტული ფორმულა შეიძლება მაფანი შეგიქმნა, ანუ შეგაწუხო. ეს სიტყვა დაკავშირებული ასევე ისეთ შიშთან, როგორიცაა გადაეყარო ვინმეს, ვინც შეგაღონებს ბევრი ფუჭი ლაპარაკით და დროს წაგართმევს. იეროგლიფით გუანი წერენ სიტყვებს ბამბუკის ღერო, მაგრამ დროთა განმავლობაში ის გადაიქცა ზმნად, რომელიც აღნიშნავს მართვას ან რაღაცაზე პასუხისმგებლობას. გუანი როგორც ძირი ჩნდება ყველა სიტყვაში, რომელიც ძალაუფლებას გამოხატავს. ძალაუფლებასთან ურთიერთქმედების უმრავლეს შემთხვევას ჩინეთში აქვს გუანში განსხეულებული ხასიათი, პატერნალისტური, ძალიან პირადული, მორალიზატორული ელფერით. გუანის უკან დგას მაგალითად იმპერიული პერიოდის ადგილობრივი მოხელის სურათ ხატი, რომელიც მოწყალებით უსმენდა გლეხის საჩივარს და პირდებოდა, რომ საქმეს თავად მიხედავდა. საზოგადოების შესახებ ტრადიციული კონფუციანისტური შეხედულების თანახმად, ძალაუფლებრივი ურთიერთობები სახელმწიფოში აისახება ოჯახშიც. სიტუაცია გუანი ისევე ხშირად ჩნდება, როგორც მთავრობაში.
გუანი მუდმივად არის ისეთ ვითარებაში, რომელიც ჩვენგან მოითხოვს კონტროლს. მაგალითად, ადამიანს, რომელსაც საიდუმლოს შენახვა არ შეუძლია და ენას კბილს ვერ აჭერს, არ შეუძლია თავისი ენის გუანი. გუანის და მისგან წარმოებული ფრაზების უკან ყოველთვის იგულისხმება წუხილი საზოგადოების მდგომარეობით, რომელსაც არავინ მართავს. იუანფენი ნიშნავს მისტიკურ ძალას, რომელიც რაღაც გაუგებარი გზებით აერთიანებს საგნებს ან ადამიანებს და აცოცხლებს რაღაც უცნაური დამთხოვების ჯაჭვს, როგორც ეს მძაფრ სიუჟეტიან სერიალებშია. მაგალითად, თუ თქვენი დაწყებითი კლასის მასწავლებელი მომავალში თქვენი სიდედრი ან დედამთილი აღმოჩნდება, ესე იგი თქვენ შორის არსებობს იუანფენი. იუანფენს ხშირად თარგმნიან როგორც ბედს, იგულისხმება ბედისწერა, რომელიც ეხმარება ადამიანებს ერთმანეთის პოვნაში, როცა მათ ეს სჭირდებათ. მაგრამ ამ სიტყვას ის ჩინელებიც იყენებენ, ვინც სულაც არ არის დიდად არც სრუმორწმუნე და არც რელიგიური. თუ თქვენ დიდი ხანია თქვენი ყოფილი რჩეული ქუჩაში არ შეგხვედრიათ, მაგრამ მოულოდნელად ხვდებით, ეს იუანფენია. სიტყვა ისეთ სიტუაციასაც აღწერს, როდესაც ახალ მეგობარს იჩენთ, მაგრამ გრძნობთ, რომ ამ ადამიანს ყოველთვის იცნობდით. იუანფენი მჭიდროდაა დაკავშირებული კარმის ბუდისტურ იდეასთან და იმასთან, რომ სიკვდილის შემდეგ ცოდვები მოგეკითხებათ. კიდევ უფრო ზუსტად კი ნიდანასთან, გარდასახვების ჯაჭვში, მიზეს შედეგობრივი დამოკიდებულების ხაზთან, კარმის კანონის გამოვლინებასთან, სადაც თითოეული მოქმედება იწვევს შედეგს. ხშირად იუანფენი დაღწერენ შეყვარებულების ურთიერთობას, მაგრამ ცნება ბევრად ფართოა და ადამიანებს შორის ნებისმიერ ურთიერთობას შეიძლება ეხებოდეს. მათ შორის გარკვეული რაოდენობის იუანფენი შეიძლება არსებობდეს მაგალითად თვითმფრინავში მსხდომ ორ უცნობ ადამიანს შორისაც. კვება და საკვების მიღების პროცესი ჩინური კულტურის დიდი და ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. მასპინძლობაში გამოიხატება ადამიანისადმი სიმპათია და ზრუნვა. სუფრებზე წყდება ძალიან მნიშვნელოვანი საქმეები. შეუძლოდ მყოფი ჩინელი, წამალზე მეტად საჭმელს ეტანები. ტრაპეზის გარეშე არ არსებობს არც ერთი სერიოზული ღონისძიება. იქნება ეს პაემანი თუ საქმიანი შეხვედრა. შუადღე, როდესაც მთელი ქვეყანა სადიობს, მკვდარი საათია. ასეთ დროს ჩინელის შეწუხება ფაქტობრივად შეურაცხყოფის ტოლფასია. სიაოჩი ბუკვალურად ნიშნავს ცოტა საკვებს, მაგრამ ეს არც წახემსებაა ამ სიტყვის ჩვეული გაგებით. სიაოჩი ესაა რაღაც საშუალო წახემსებას და საკვების სრულყოფილად მიღებას შორის. ჩინეთში კვება როგორც წესი რიტუალიზებულია. შიმშილთან სწრაფგამკლავებას მიკროტალღურ ღუმელში გაცხელებული ბუტერბროდით წესიერ კვებად, მაგალითად ბაღშმა და არავინ ჩათვლის. ყოველ შემთხვევაში არავინ ჩათვლი და სულ ცოტა ხნის წინ. ბაღშამი იმისთვისაა, რომ მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად მაგიდას მიუჯდე და გაინაწილო მათთან ყველაფერი, რაც სუფრაზეა. ყველაფერი ნოყიერი და იაფი, რაც ქუჩებშიც იყიდება, მწვადი, პაკეტის წვნიანები, პელმენი და სხვა, მაგრამ ბევრად დიდი და ნოყიერი, ვიდრე ნაყინი ან ჩიფსი, ესაა სიაოჩი. არსებობს ადგილობრივი სპეციფიკური სიაოჩები, რომლებსაც მხოლოდ კონკრეტულ ქალაქში ან პროვინციაში ამზადებენ. მათ გასასინჯად ხალხი სპეციალურად სტუმრობს ასეთ ადგილებს. ფუძიანის პროვინციის დასახლებაში შანსი ტრადიციული ჩინური სიაოჩების მთელი ფესტივალი იმართება. სიაოჩის კიდევ ერთი ხიბლია ბავშვობის გემო, მკაფიო ასოციაცია სახლის კერძთან, სიმყუდროვესთან, ხანგრძლივ ოჯახურ თავშეყრებთან მაგიდის ირგვლივ. ჩინელების უმრავლესობის დამოკიდებულება საკუთარი სამუშაოს მიმართ იმის სრულად საპირისპიროა, როგორიც აქვთ მაგალითად იაპონელებს. ძალიან იშვიათია, რომ შეხვდე კვალიფიციურ მუშას, რომელიც თავის საქმეს კარგად აკეთებს მხოლოდ ჯილდოს გამო ან იმ წუთიერი გამორჩენისთვის. ამის ნაცვლად ხშირია დამოკიდებულება, რომელსაც უწოდებენ ჩაბუდოს და ქართული შესატყვისებიდან მას ყველაზე უკეთ გამოხატავს ფრაზა პრინციპში გამოდგება ან არაუშავს რა, ასატანია. ამ გამოთქმას, რომელსაც თანამედროვე ენაში შესაშური სიხშირით იყენებენ, აღწერს სამუშაოს, რომელიც ფორმალურად 70%-აა შესრულებული. მიფუჩეჩებულია, გაკეთებულია კუსტარულად. ტექნოგენური კატასტროფების უმრავლესობა ჩინეთში ასე თუ ისე დაკავშირებულია ჩაბუდოსთან. მუდმივი კომპრომისები, რომლებიც ყოველდღიურობაში უბრალოდ შემაწუხებელია, საწარმოო მასშტაბში ფატალური ხდება ხოლმე. პრინციპი, რომ რაღაცას არაუშავს და გამოდგება, საყოველთაოდაა გავრცელებული. სამშენებლო მოედნებზე, ბაზრებში, ბინებში, სადაც ცუდი ელექტროგაყვანილობის გამო პერიოდულად ხანძრები ჩნდება.
ჩაბუდო სრულად საპირისპიროა იმ წარმოდგენის, რომ საქმე ხარისხიანად და სრული პასუხისმგებლობით უნდა აკეთო. პირიქით, ის გულისხმობს იმას, რომ სამუშაოში დიდი დროისა ძალისხმევის დახარჯვა უბრალოდ სისულელეა. ყოველდღიურობაში ეს ისეთ სიტუაციებში გამოიხატება, როგორებიცაა მაგალითად ხელოსნის დაყენებულ კარს რომ ჩარჩო არ ერგება და ამ დროს გეუბნებიან, რომ დიდი ამბავი ცოტას მიაწვევი და დაიკეტება. ან ინტერნეტ მაღაზიიდან ორჯერ დიდი ზომის მაისურს რომ გამოგიგზავნიან და ახლობელი გამშვიდებს, რომ აბა რა ასელოდიო. თქვენ რა შეხება გქონიათ ჩინელ ხალხთან და რას გაიხსენებდით მათი ტრადიციებიდან და ჩვევებიდან? მოგწერეთ კომენტარებში. მანამდე კი გამოიწერეთ ჩვენი არხის ღარბი, ამით ძალიან დაგვეხმარებით და ახალ წელსაც მოგვილოცავთ. ცხადი ახალ წელს მეც გილოცავთ, გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს და გემშვიდობებით მომდევნო კვირამდე. შეხვედრამდე 2026 წელს.